ვერაფერი გავიგე. მანქანა. ყოველთვის არის რაღაც ლეო. როგორ მოგწონთ? ფლორა, მაგრად გამოიყურები ჰოლივუდის ვარსკვლავივით. და სად მიდიხარ ასე გამოწყობილი წითელ ხალიჩაზე? წინანდვირეში თემატურ წვეულებაზე მივდივარ. და რა არის ეს თემა? გამოსაშვების საღამო? სხვათა შორის ეს მაფიოზური სტილის წვეულებაა. და ამას მაფიოზურ სტილში შექმნილ ტანსაცმელს ეძახი? რა? რა თქმა უნდა, რაშია საქმე? სად არის ქუდი? სად არის იარაღი? მაგრამ მე მაქვს ბეწვის პალტო და კაბა. ძალიან ელეგანტურია. რატომ აწვალეთ მას? ფლორა მართლაც შესანიშნავად გამოიყურება. კი, მაგრამ თემას გადაუხვიე. ეს მაფიის წვეულებაა და არა ოსკარის წვეულება. უბრალოდ მოდის, არაფერი არ გესმის. შეიძლება არ მესმის, მაგრამ თქვენ გოგოებო, საერთოდ არ იცით როგორ შეარჩიოთ სამოსი შემთხვევებისთვის. ეს შეურაცხყოფელია. სიმართლე არ არის. მოდი კონკურსი ჩავატაროთ. ჩაცმულობის კონკურსი. კონკურსი? და რისთვის? ჩვენ თითოეულ თემაზე შევარჩევთ კოსტუმებს, შემდეგ კი შოუს მოვაწყობთ. ეს dress to impress-ია. ნახოთ, ვინ შესგებს ამის გაკეთებას საუკეთესოდ. საინტერესო იდეაა და ჟიური ვინ იქნება? კიტის და ნიკას დაუძახოთ. ისინი მოდაში ერკვევიან. მაშინ ენდრიუს მოვიყვანოთ. ის მოდის მცოდნეა? შეიძლება მთავარი არა, მაგრამ არ მინდა გოგოებს შორის მარტო ვიყო. სამართლიანია. მაშინ მოდი მივწეროთ. Yes! შეჯიბრი გაიმართება. მითხარით, აქ თქვენ რას აკეთებთ? კამათობდით ვინ უკეთ იცის? ტანსაცმლის სწორად შერჩევა. ეს ნამდვილად არ ხარ შენ, ასე რომ ჩვენ გავარკვევ. რადგან უკვე გადავწყვიტეთ ჩაცმულობის კონკურსის ჩატარება, წესები უნდა შევადგინოთ და მთავარი წესია, ჩვენ ვისჩევთ იმიჯს იმ ნივთებიდან, რაც ჩვენ კარადაში გვაქვს. ეს როგორც მესმის, ტესტია. და ამავდროულად კარადის აუდიტს მოვაწყობთ. და თუ მე ვერაფერს ვერ ვიპოვი, ნუ ღელავ, ყველა მოძებნის რაღაცას. და რომელი თემატიკები გამოვიყენოთ კონკურსზე? მე რაიმე ექსტრემალურს ვთავაზობთ, მაგალითად ზომბების აპოკალიფს. კარგი, ჩვენ გვჭირდება რაღაც ელეგანტური, მაგალითად წითელი ხალიჩა. მოსაწყენია, მაგრამ ველური დასავლეთი, ეს როგორც მესმის, ქუდი, ჩექმები, ყველაფერი ეს. როგორ მოგწონთ კიბერპანკი, ნეონის ფერები, უშვეულო აქსესუარები? კარგი, რაღაც მყუდრო მინდა, მაგალითად პარკში გასეირნება. ასევე გირჩევთ ბიბლიოთეკაში წასვლასაც. ან ჩაის წვეულება ბებოსთან. კარგი, მოიცა, ამაზე ვერასდროს და შევთანხმდებით. რა უნდა გავაკეთოთ? და მე მაქვს იდეა. თითოეულმა ჩვენგანმა ფურცელზე უნდა დაწეროს 3 თემა, რომელიც მოგწონთ და შემდეგ ყველა ქაღალდს კეპში ჩავდებთ, აურევთ და ამოვიღებთ. საუკეთესო ვარიანტია. მე არ ვეწინააღმდეგები. მაგრამ რაიმე საშინელება არ დაწეროთ. ყველამ დაასრულა? ბოდიში. ვინ იქნება პირველი? მე ვიქნები. პიჟამოს წვეულება. პიჟამოები? სერიოზულად? რა არის აქ მოდური? მაგრამ სახალისოა, ყველაზე სულელური პიჟამოებიც კი ჩავიცვათ. ამაში რაღაც განსაკუთრებულია. ძილის ნიღბები და სასაცილო ჩუსტები ჩავიცვათ და არ დაგავიწყდეთ საბნებისა და ბალიშების შესახებაც. იმედი მაქვს შემდეგი თემები უფრო საინტერესო იქნება. პიჟამოს წვეულების რაუნდი გახსნილად გამოცხადდა. ყველანი ჩვენს ოთახში შევდივართ და საინტერესო იმიჯების მომზადებას ვიწყებთ. Yes! აუცილებლად უნდა ჩავიცვა ისეთი რამე, რაც ყველას შოქში ჩააგდებს. კარგი, ახლა ამ ნიღაბს ავიზე და პიჟამოებს ჩავიცვამ. გონი ეს ნიღაბი ზუსტად ისაა, რაც მჭირდება. კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ ზედმეტად მარტივია. ცოტა ხიბლის დამატება გჭირდება. მაგალითად რისი, იქნებ ზემოდან ფუმფულა ხალათი მოისვა და ფუმფულა ჩუსტები დაამატო, რომლების ურჩხულებს წააგავს. კი, ეს ჩუსტები მაქვს. აი შეხედე. ესენიც მაქვს და ესენიც. დათვებიანი წაიღე, მაგრამ არ გადააჭარბო, ძალიან ბავშვურად არ გამოიყურებოდეს. ნუ ატრიალე, კარგი, ვცდილობ მეკობრეთ გადაგაქციო. როგორ მეკობრეთ? პიჟამოს წვეულებას მართავთ და არა მასკარადს. მერე რა? მეკობრეების პიჟამოს წვეულება სისურელია, არ ვაპირებ ამის ჩაცმას. ანუ რა გინდა რომ თქვა? შენ ჩაიცმე ვაი იმ მოწყენილ მაისურს? რა სჭირს ჩემს მაისურს? ჩვეულებრივი მაისურია, ცოტა დაჭმუჭნულია, დაჭიმული. მერე რა? მოსაწყენია. კარგი, მოდი შუბლზე ნინძას ნიღაბი მაინც გავიკეთოთ. ენდრიუ, დაანებე შენ სულელურ იდეებს თავი, დაფიქრდი. გოგოებს ბევრი განსხვავებული პიჟამა აქვთ, ნებისმიერი რომელიც უნდათ. ო, პიჟამოებით საერთოდ არ მძინავს, არ მომწონს ისინი. ხო და ამიტომ შენ უნდა გახვიდე და აჩვენო რაიმე ორიგინალური. ხო და ამაში მართალი ხარ. გაგიმართლა რომ გეხმარები, თორემ მალე წააგებდი. დამშვიდდი, ვცდილობ გავარკვიო, როგორ მოვარგო ეს კაპიშონი საუკეთესოდ. იქნებ მოვიხსნა? ცოტა ცხელა. არა, კაპიშონი მთავარია, ის ქმნის იმიჯს, მაგრამ მე არ მინდა უბრალოდ ცხოველი ვიყო, მინდა რომ ელეგანტური ცხოველი ვიყო.
კარგი, და მოდი იერსახეს აქსესუარების დავამატოთ. შემიძლია მძივებისა და სამაჯურების ტარება. ფლორა, ნუ გადააჭარვებ. საყვარელი პერსონაჟი უნდა იყო და არა ნაზვის ხე. რა პრობლემა გაქვს ნაზვის ხესთან? კარგი, რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ მე გაგაფრთხილე. Yes! ჩვენ მზად ვართ პირველი მონაწილის შესაფასებლად. საღამო მშვიდობისა, წარმოგიდგენთ ჩემს პიჟამოს ლუქს. მადლობა ამელია, შემდეგი მონაწილე. ხო, მე ვარ ლეო, კარგი, თავისუფალი ხარ. შემდეგი. და აი, აქ ვარ. ისე, ჯერჯერობით ყველაფერი საკმაოდ ბუნდოვანია. დავიწყოთ დისკუსია? კი, გავაკეთოთ. ამელია, შენი იმიჯი საყვარელია, მაგრამ ძალიან მოსაწყენია. კარგი, გეთახმები, მეტი ორიგინალურობა მინდა. ეს ჰარმონიულია და ამ თემაზე 8 ქულას დაგიწერდი, 7-ს დაგიწერდი. დამი ალბათ 6-ს დაგიწერ. ლეო, შენი იმიჯი? ვიცი, წარუმატებლობა. რატომ წარუმატებლობა მაშინვე? დაღლილი კაცის იმიჯი გაქვს, რომელსაც ტასასმელი საერთოდ არ აინტერესებს. სამწუხაროდ, შენი იმიჯი პიჟამოს წვეულების თემას ნამდვილად არ შეესაბამება. 3 ქულას დაგიწერ, მეც 3-ს დაგიწერ. კარგი, და მე 4-ს ორიგინალურობისთვის. ფლორა, შენი იმიჯი ყველაზე ნათელი და დასამახსოვრებელია. კი, რა თქმა უნდა, ეს ბევრია, მაგრამ ზოგადად რაღაც მაინც არის. კარგი, ზის სათვალე სახლში? სერიოზულად? რატომ? ელეგანტურია. 7 ქულას დაგიწერ. და მე 8-ს გამბედაობისთვის. ნიკა, გეთანხმები, ფლორა ძალიან შორს წახვედი. 6 ქულა. ასე რომ, ქულები დაწერილია. ასეთი შედეგები გვაქვს. ამელიას 21 ქულა აქვს. ლეოს 10 ქულა, ფლორას კი 21 ქულა. კარგი, ამელიასა და ფლორას შორის ფრე გვაქვს. მეგონა მეტი ქულის მოპოვება შემეძლო. ამ რაუნდში გამარჯვებას გეგმავდი. ფიქრობდი, ჩემს იმიჯს დააფასებდნენ. ნუ ღელავთ გოგუებო, ეს მხოლოდ პირველი რაუნდია. ლეო, სხვათა შორის შენს გაქვს შანსი, რომ მოიგო. ლეო, შენი ჯერია, შემდეგი რაუნდის იმიჯი უნდა ამოიღო. იმედია ამჯერად რაიმე ნორმალური იქნება. ზომბების აპოკალიფსი. ვაუ, კარგი, მაგარია. ზომბები და რა ჩავისვა? ზომბები, yes! კარგი, საინტერესოა. ხო და დაელოდეთ. ახლა ყველაზე საინტერესო რაუნდი იწყება. მოსამზადებლად 15 წუთი გაქვთ. ეცადეთ სახლში ნაპოვნი ნივთები გამოიყენოთ. ზომბები, საერთოდ არაფერი შესაფერისი არ მაქვს. მოდი დავფიქრდეთ რა გვაქვს. იქნებ რამე ძველი ნაჭერი დავხიო? კიდი, ეს შეჯიბრია და არა რომელიმე საბავშვო ბაღის სპექტაკლი. მაშინ იქნებ შენ ნივთებში რამე ვეძებოთ. ძველი მაისური, რომელიც საერთოდ არ გჭირდება. რას მივჩევ? მაისური რომ დავხიო, უკვე ზომბი გავხდები? ასევე შეგიძლია დაამატო ლაქები. თითქოს სისხლი არის. არა მგონია, ჟიური მეს დააფასოს. ვფიქრობ, ჟიურის წევრები დააფასებენ კრეატიულობას. სხვათა შორის, რატომ არ დამიწერე წინა რაუნდში მეტი ქულა? სიმართლე გითხრა, შევთანხმდით. შენი იმიჯი საყვარელი იყო, მაგრამ არა ყველაზე ორიგინალური. მაგრამ შენ ჩემი მეგობარი ხარ. კარგი, ამიტომაც არ ვაპირებ შენს დახმარებას. კარგი, მე გულს სპელობის მომხრე ვარ, მაგრამ თუ შანსი მაქვს, კიდევ ერთი ქულა დამიწერე. ფიქრობ, რომ ეს გამოდგება? ზომბებისთვის ეს საკმარისია, მაგრამ ასევე საჭიროა მისი უფრო მეტად დახვეწა და რაღაცით შეღებვა. რითი შეღებვა? ხელოვნური სისხლი გვაქვს? შეგიძლია გამოიყენო კეჩუპი ან ჭარხალი. ფუ, ეს ამაზრზენია. რა გინდოდა? ზომბები სასახლეში არ ცხოვრობენ. პოპკორნის ჭამის მაგივრად დახმარება შეგეძლო. სხვათა შორის, საკმარისი ქულები არ დამიწერე. კარგი, პიჟამოებში იმდენად კარგი ნამდვილად არ იყავი. სხვათა შორის, მე ძალიან ვეცადე. ლეო, ჩემს ადგილას რამდენ ქულას დაუწერდი შენს თავს? სიმართლე თქვი. კარგი. უბრალოდ სულელური თემა იყო. კარგი რა, ნუ ღელავ, მალე გამოვასწორებ. შემიძლია მათი დახევა? სცადე. და რა ჩავიცვა ზემოდან? იქნებ ეს ძველი სვიტრი? შეხედეთ. ჩაიცვი, რატომ ხარ ასეთ ცუდ ხასიათზე? და რა გინდა რომ სიხარულისგან ვიხტუნაო, რომ ტანსაცმელს დახევ? ეს ჩემი შარვალია.
შენ ამას მაინც არის ვამ, ეს სიმართლე არ არის. ასეა და ყოველ შემთხვევაში შეგეძლო 10 ფულა დაგეწერა ჩემთვის. სიმართლე გითხრა, მე შევაფასე, შენი იმიჯი ძალიან გადატვირთული იყო, მაგრამ ორიგინალური. გემოვნება და ფერი, როგორც ამბობენ, შეგეძლო შენი მეგობრის მხარდაჭერა. კარგი, მოდი ამ იმიჯის შექმნაში დაგეხმარები, რომ აუცილებლად მოიგო. კი, ასე ჯობია. შემდეგი იმიჯი. ფლორა, ახლა შენი ჯერია. მადლობა, ფლორა. ყველა ჩაცმულობა დავათვალიერეთ. არ ვიცი რა ვთქვა, ეს ცოტათი მოულოდნელი იყო. მოდი დავიწყოთ შეფასება. მე მზად ვარ. ამელია, მოდი შენით დავიწყოთ. კარგი. კლასიკური იერი. ტანსაცმელი ფერადია, ლაქებიც ადგილზეა, მაგრამ შეგეძლო უკეთესად გეცადა, გეთანხმები, შეგეძლო მეტი დეტალის დამატება, მაგალითად უფრო ექსპრესიული მაკიაჟის გაკეთება. და მომეწონა. ამელკა, როლში კარგად მოერგე. მადლობა. ასე რომ, ლეო, მე ვიფიქრე, რომ შენ საერთოდ უსახკარო გახდი. კარგი, მე ვიგამათებდი. არტისტობა ცოტათი დაგაკლდა, მაგრამ საერთო ჯამში გამოსახულება გასაგებია. მიხარია რომ ვიღაცამ მაინც გაიგო. ფლორა, ორიგინალური იერი გაქვს. ვცდილობდი გამორჩეული ყოფილიყავი. იმიჯი კარგად არის გააზრებული. კარგი, ზომბების შესახებ ფილმებმა შთამაგონა. კარგი, ასე რომ მეორე ტურის ქულები დადგენილია. ამელია, შენს ჩასმულობას ჩემგან 7 ქულა აქვს. კარგი, ნიკას მსგავსად 7-ს დაგიწერ. მე ვფიქრობ, რომ 7-ს დაგიწერ. რაუნდში ჯამში 21 ქულა. მადლობა, ლეო, მე შენ დაგიწერ, 5 ქულას დაგიწერ. და მე 6. ბუმ აპოკალიფსი. სახალისოა. კონი ენდრიუს დავეთანხმები. 6. რაუნდში შენი ჯამური ქულა 17-ია. ცუდი არ არის. ფლორა, კარგი, ჩემგან 7 ქულას მიიღებ. ფლორა, მე 7-ს დაგიწერ. ამჯერად 6 ქულას დაგიწერ. კარგი, სულ 20 ქულა. მადლობა. ახლა კი გამოთვალოთ 2 რაუნდის ქულები. გავარკვიოთ, ვინ ლიდერობს. ამგვარად, ამელიას პიჟამოს წვეულებისთვის 21 ქულა და ზომბების აპოკალიფსისთვის 21 ქულა აქვს. ანუ ახლა რა დამოდის? ჯამში 42 ქულა. ლეოს პიჟამოს წვეულებისთვის 10 ქულა აქვს, ხოლო ზომბების ან უსახკაროთა აპოკალიფსისთვის 17. საერთო ქულა 27-ია. ფლორა, პიჟამოს წვეულებისთვის შენ გაქვს 21 ქულა, ზომბებისთვის კი 20 ქულა. ანუ ჯამში გამოგდის 41 ქულა. კარგი, ისევ თითქმის ფრე გვაქვს. ამერია ლიდერობს, მაგრამ ფლორა მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ კიდევ 1 რაუნდის დროა. ფლორა, შენი ჯერია რომ თემა აირჩიო. კარგი, გამაკვირვე. იმიჯი ბაღისთვის. ეს ძალიან მომწონს. დებიასთან ერთად სოფელში დავდივარ. ბაღი? სერიოზულად? მებაღეობა და მოდა შავი და თეთრივითაა. საერთოდ არ ემთხვევა ერთმანეთს. და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი იმიჯის შექმნა შემიძლია. ბაღის იმიჯისაც კი, დიახ, თემა ნამდვილად მოულოდნელია. ნახოთ ამჯერად როგორ გაართმევთ თავს. გეკეთება 15 წუთი. წავედი. რა ჩავიცვა? რეზინის ჩექმები და პანამის კუდი? ცუდი იქნება. ნუ დანებდები დროზე ადრე. ეს იმიჯი უკვე თავშია, უბრალოდ რაღაცეები უნდა ვიპოვოთ. ამელია, შეხედე რა ვიპოვე, ვაიმე, ეგ დამავიწყდა. ფიქრობ ეს იდეალურად მოერგება შენს იმიჯს, ფერს შემატებს, მართალი ხარ, მადლობა კიტი. შენ ილაპარაკე და მე რამეს მოვძებნი. ყოველ შემთხვევაში მე ვეძებ სულ ესაა, რისი უნარიც გააქვს? არ ვიცი, კიდევ რა შეგიძლია მოიფიქრო. მე ბაღისთვის შეგეძლო ყოველ შემთხვევაში გეცადა, ყველა შეჯიბრისთვის 1/3 გაქვს. ეს სიმართლე არ არის, ეს 100-ია. ამაში მონაწილეობას არ უნდა დავთანხმებულიყავი, ნაკლები ტანსაცმელი მაქვს და ზოგადად, წუწუნი გვერდზე გადადე. თუ თანახმა იყავი, მაშინ ბოლომდე იბრძოლე. კი, მართალი ხარ, მოდი სხვა რამე ვიპოვოთ. რამე სხვა?
არა, კარგი, ეს არ არის კარგი. ასე რომ, ეს ამელია ისევ წინ არის. დამშვიდი, ფლორა, ჯერ ყველაფერი არ არის დაკარგული. ფულები ნახე? ის ჩემზე წინ არის. ეს ყველაფერი შენს გამოა. შეგეძლო პიჟამოსთვის მეტი ფულა დაგეწერა. ფლორა, შევთანხმდით, რომ გულწრფელად ვიმშელებდით. უკვე დავიღალე ამის გამეორები. კარგი, გულწრფელობა არ მაინტერესებს. მინდა მოვიგო. მომისმინე, რა მოხდება თუ ამ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში $100 მოგცემ? რას ამბობ? $100? კი, შენ დამეხმარები და მეც დაგეხმარები, მაგრამ როგორ შემიძლია გავლენა მოვახდინო ფულაზე? შენ შეგიძლია გადაწყვიტო, შეგიძლია მეტი ფულა დამიწერო, ამელიას კი ნაკლები. ფლორა, ეს უსამართლობაა. მისმინე, ეს უბრალოდ შეჯიბრია, პრიზიც კი არ არის. ზუსტად, რატომ მოგინდა მოგება? ეს ჩემთვის ღირსების საკითხია. ამილკასთან ვერც ავაგებ, ის ყოველთვის პირველია. არ ვიცი, ფლორა, ეს იდეა არ მომწონს. არავინ არაფერს კარგავს. მე ჩემს მოგებას მივიძებ, შენ კი შენს $100. კონკურსში გამარჯვება არაფერს ნიშნავს. ანუ შევთანხმდით? რაც შეეხება სხვა ჟიურის, ენდრიუს დაელაპარაკე და $50 შესთავაზე. 50? კი, გონია რომ მივაჭრებს? კარგი, დამარწმუნე. ვეცდების შეფასებებზე გავლენა მოვახდინო. მაგრამ კიტი? კარგი, თუ შენ და ენდრიუ მაღალ ფულებს დამიწერთ, მაშინ კიტის ქულა არაფერს გადაწყვეტს. იმედია არ წავაგებთ. იმედია ამას არ ინანებ. ენდრიუ, სასწრაფოდ უნდა დავილაპარაკოთ. რა მოხდა? ცოტა ნერვიულობ. იცი რა? ფლორას გამარჯვება უნდა. მართლა, ძალიან. მერე რა? ამელიასაც უნდა გამარჯვება და საერთოდ ყველას უნდა გამარჯვება. კი, მაგრამ ფლორა გამარჯვებისთვის ყველაფრისთვის მზადაა და მან თხოვა შენ დაგლაპარაკებოდი. ჩემთვის? რაზე? კარგი, ის გთხოვს რომ ამ რაუნდში მასთან ერთად ითამაშო. მას მეტი ქულა დაუსერო. ამერიას კი რაც შეიძლება დავალი. და ლეო? კარგი, ყველამ ვიცით რომ ლეო წააგებს. გაგიჟდი? ეს უსამართლობაა. მე ვიცი, მაგრამ ფლორა დამპირდა. ზოგადად იცი რა არის? თუ მოიგებს, გადამიხდის და შენს გადაგიხდის. გადახდა? რამდენის? თითოს $50. 50? სერიოზულად? კი, რამე არ მოგწონს? არა, ეს არ გამოვა. რანს გულისხმობ? რაც ვთქვი, ჩემი სინდისი უფრო მეტი ღირს. და რამდენი გინდა? 100. რა? მაგრამ ფლორა ამდენს არ მოგცემს. კარგი, მას ამდენი არ აქვს. მიეცი საშუალება, თავად გადაწყვიტოს ეს. მაშინ ფულის გარეშე იყავი. არ მინდა ფული. ლეო, წაგების შემთხვევაში ნესტოებს მოგწმენს. არა და რომ დათანხმდე, შეგიძლიათ მერე კარტინგზე წახვიდეთ. კი, კარტინგი ნამდვილად გამახალისებდა. კარგი, ეს მეგობრისთვისაა. უფრო მეტიც, არავინ არაფერს კარგავს. კარგი, თანახმავარ. ეს გონივრული გადაწყვეტილებაა. მადლობა ამელია. ლეო, ახლა შენი ჯერია. ფლორა, პოდიუმზე. ვაშლი. აი მე კალათაში ჩავაგდებ. დავიწყოთ ამელიათი. უმეწონა შენი იმიჯი, ძალიან რეალისტური და გააზრებულია. კი, მაგრამ ცოტა მოსაწყენია. არ იყო საკმარისი ფერი, ბზინვარება ან რაიმე განსაკუთრებული. კარგი, გეთანხმები, მაგრამ მეჩვენება რომ რეზინის ჩექმები გაკლია. მაგრამ შევეცადე მოდური მებაღის სტილის ჩვენება. ოჯახ ამელია, თუმცა ჩვენ არა მხოლოდ რეალიზმს, არამედ ორიგინალურობასაც ვაფასებთ. კარგი, 6 ქულას დაგიწერ ამელია. და მე ალბათ 5. 5? მაგრამ რატო? ბოდიში ამელია, მე ასე ვფიქრობ და მე 8-ს დაგიწერ. შენი ლუკი ძალიან მომეწონა. მადლობა კიტი, ყოველ შემთხვევაში შენ მეხმარები. კარგია, როცა ჟიური მეგობარი გყავს, არა? მოიცა, ამბობ რომ მე მასვანი ჯებ უპირატესობას? არ ვიცი, მაგრამ ეს შენ სინდისზე იყოს. ეს აღმაშფოთებელია, მაშასე, გავაგზელოთ, ლეოს შერია. კარგი, მე დაღლილ მებაღეს ვგავარ. კი, დაღლილი, ეს ნამდვილად შესამჩნევია.
ეს ყველაზე ნათელი სურათი არ იყო, მაგრამ პრინციპში თემას შეესაბამება. კარგი, ვიტყოდი, მე ვიტყოდი, რომ ეს უკვე ზედმეტია. თითქოს ბაღიდან ახალი მოსული ხარ. მე შენ გიწერ 6 ქულას. და მე 5-ს დაგიწერ. და მე 6-ს დაგიწერ. მადლობა ამისთვის. ფლორა, შენი ჯერია. ვეცადე შრომის მოყვარე ადამიანის ნამდვილი მებაღის იმიჯი შემექმნა. აღფრთოვანებული ვარ, 9 ქულას დაგიწერ. მადლობა ნიკა, ძალიან მოულოდნელი იყო. და მე დაგიწერ, კარგი, 8 ქულა იყოს. მადლობა ენდრიუ. და მე 6-ს დაგიწერ. კიტი, 6? მაგრამ რატო? ბოდიში ფლორა, მაგრამ ეს ჩემი აზრია. ამგვარად, 3 რაუნდის შემდეგ, შემდეგი შედეგები გვაქვს. ამელია 62 ქულა, ლეო 44 ქულა და ფლორა 68 ქულა. Yes, მე მოვიგე. ამ სახლში ყველაზე ელეგანტური ადამიანი მე ვარ. გილოცავ ფლორა, დღეს მართლაც შესანიშნავი იყავი. კი, კონკურსში არ გამიმართლა, მაგრამ შენთვის ბედნიერი ვარ. მადლობა ბავშვებო, საინტერესო შეჯიბრი იყო. შეგვიძლია მისი ხელახლა ჩატარება. ამელგა, იმედი გქონს რომ გაიმარჯვებ? ამაზე არც კი იოცნებო. სტილის ღმერთი ვარ, ფლორა. შეიძლება გაიმარჯვე, დედოფალივით ნუ მოიქცევი, მიწაზე დაეშვი. შენ კი ლეო, საერთოდ არაფერს ამბობ. შენ ჩემგან სინათლის წლებით ხარ დაშორებული. ფლორა, რატომ ამბობ ამას? რა, სიმართლე გწყინს? ღირსეულად წაგება უნდა შეგეძლოს და მაშინ ვესაბაბს ეძებ. რას იგონებ? ჩვენ არაფერს არ ვეძებდით. ფლორა, რეებს აკეთებ? რას იწყებ? რა მოხდა მერე? ეს მხოლოდ ფაქტებია. ფლორა, დაწმარდი ცოტა. რა ვთქვი, ცუდი? ამელკა, ნუ ბრაზდები ასე ძალიან. ეს ხომ უბრალოდ შეჯიბრია. საქმე შეჯიბრში არ არის. კარგი, საქმე ფლორას ქცევაშია. კი, ცუდად მოიქცა. და ჟიურიც. ვფიქრობ ეს სამართლიანი არ იყო. იცი, მეც მქონდა ეს გზნობა. მაშინ, როცა ნიკამ და ენდრიუმ ჩურჩული დაიწყეს, ვერ ხვდები რატომ უნდა დამაკლონ ქულები. იქნებ ბოროტების გამო? ისინი შენი ყურადღების ღირსი არ არიან. ვეცდები რომ ყურადღება გადავიტანო. ჰეი, რატომ იყავი ასეთი მკაცრი? არაფერია, სამწუხაროა რომ წააგე. მე ძალიან ვეცადე. კარგი რა, ეს გოგოების სულაური შეჯიბრია. ეს მაინც იმედგაცრუება იყო. კარგი რა, ნუ იფიქრებ ამაზე. შესანიშნავი იდეა მაქვს. წავიდეთ კარტინგზე. კარტინგი? საიდან გაქვს ფული? დილით თქვი რომ ერთი თეთრიც არ გქონდა. კარგი, მე ეს მოვიგე. მოიგე? სად? ლატარიაში. უცებ გამიმართლა. ლატარიაში? არ მჯერა შენი. კარგი, სიმართლეს გეტყვი. ოღონდ არავის არაფერი უთხრა. კარგი? გპირდები. ფლორამ რაღაც მიზეზის გამო მოიგო. მე და ნიკას ფული გადაგვიხადა, რომ მასთან ერთად გვეთამაშა. რა? მან გადაგიხადა? კი, $50. ვაუ, და შენ დაეთანხმე? კარგი, თავიდან უარეს თქმა მინდოდა, მაგრამ მეგონა რომ ფული გამომადგებოდა. ჯანდაბა ენდრიუ, ჩემზე უნდა გეკითხა. ჩვენ მაინც ვერ მოვიგებდით. საქმე იმაში არ არის, მოვიგებდით თუ არა. ეს უსამართლობაა. ნახე როგორ განაწყენდა ამელია. კარგი, ბოდიში, არ მეგონა რომ მეწყინებოდა. წამო კარტინგზე წავიდეთ, არა? განვიტვირთოთ, კარტინგზე წასვლა არ მინდა. კარგი რა, ლეო. არა, ენდრიუ, ამის გაკეთება არ შემიძლია. ამელიას უნდა უთხრა. შენ სულ გაგიჟდი? არა, არ გავგიჟებულ ვარ. მე ასე ვერ გავჩერდები, როცა ეს ჩემს მეგობარს გაუკეთეს. ლეო, მოიცადე. ლეო, აქ რას აკეთებ? ამელია, რაღაც უნდა გითხრა. მითხარი, ნიკამ და ენდრიუმ შეგნებულად დაგიწერეს დაბალი ფულები. ფლორამ ფული გადაიხადა. დარწმუნებული ხარ? იცი, ენდრიუმ თავად მითხრა. კი, ნუ თუ ფლორას მართლა ასე ძალიან უნდა მოგება? არ ვიცი, ხომ იცი, ფლორას უნდა რომ საუკეთესო იყოს. მადლობა ლეო, რომ სიმართლე მითხარი, მაგრამ ახლა რა ვქნა? არ ვიცი, მაგრამ თავად უნდა გადაწყვიტო. კარგი, თქვენ რას იზამთრით ჩემს ადგილას? დაწერეთ კომენტარებში. ასევე დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. წინ ბევრი საინტერესო რამე გელოდებათ. ნახვამდის ყველას!